მოგესალმებით ყველას. მახარებს კლავ თქვენი დანახვა. ამ თბილ და მყუდრო გარემოში მინდა მოგიყვეთ ზღაპარი. ცოტა ჩემებური ვერსია ნაცარქექიაზე. იყო და არა იყო რა. ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. იყო ერთი ზარმაცი, უქნარა და მუქთამჭამელი ბიჭი. მთელი დღეები ბუხართან იჯდა. ხელში ჯოხი ეჭირა და ნაცარს ქექავდა. სწორედ ამიტომ ხალხმა ნაცარქექიაში არქვა. ნაცარქექიას ნამდვილი სახელი ლუკა იყო. ლუკას კარგი მეოჯახე ძმები ყავდა. ერთს ბექა ერქვა, მეორეს კი გელა. თავისუფალ დროს ერთობოდნენ. ხან ნადირობდნენ და ხანაც ვარჯიშობდნენ. კაცო, სულ რომ ნაცარს უზიხარ, ან ჭამა არ გინდა, ან სმა, ეუბნებოდნენ ძმები ყოველდღე. ადექი გაისარჯე და ოჯახში რამე შემოიტანე, თორე მიცოდე, ჩვენ შენი რჩენის თავი აღარ გვაქვს და სახლიდან გაგაგდებთო. ნაცარქექია ძმების მუქარას ერთ ყურში რომ შეუშვებდა, მეორედან გაუშვებდა. ერთხელაც ძმებმა დაუძახეს და უთხრეს: ყელში ამოგვივიდა შენი უსაქმურობა, ეხლა სადაც გინდა იქ ქექე ნაცარიო. და სახლიდან გამოაგდეს. ერთი ხბოს გუდა ნაცრით გაუტენეს და საგზლად ჭყინტი ყველი მისცეს. ძმებმა ნაცარქექიას უთხრეს: აქ აღარ დაგინახოთ. სადაც გინდა წადი და შენ თავს თავად მიხედეო. კარგითო, უთხრა ნაცარქექიამ. ვეცდები, რაც შეიძლება შორს წავიდეო და გაუდგა გზას. იმედია გონს მოეგები და შენს ცხოვრებას იპოვი, სადაც წახვალო. გაიფიქრეს ძმებმა. Kekija, nacarkekija, nacris gakekroa kumara. Ახლად როა მოქმედების არ ღირს წარსულზე დავა. ნაცარქექია დადგა გზას, გზას შორსა და ხიფათიანს. არ იცოდა რა ელოდა, მშიერსა და დაღლილს. ნახა ბევრი ადგილი, გიანი და ველიანი. არაერთი არსება, ოჯახებზე მზრუნველი. ნანახმა კი დააფიქრა, ოჯახია ძვირფასი, არა დვარგასი ზარმაცე უქმად ყოფნა კოტრიალის. ჯობს მიუხედო ოჯახსა, ხელი მოუკიდო საქმესა. დაწყვიტა თავის გულში დაეწერა ახალი ცხოვრება თეთრ ფურცელზე. ნაცარქექიამ ბევრი იარა თუ ცოტა იარა, ბოლოს ერთ უშველებელ მდინარეს მიადგა. იფიქრა, სანამ მდინარეზე გადავალ, ცოტას დავისვენებო. თურმე, ეს მდინარეცა და ადგილიც დევის სამფლობელო ყოფილა. დევმა მდინარის წყალი დალია. დაინახა ნაცარქექიამ და გაზძახა. ჰეი, რომელი ხარ? ახლავე აქ გამოდი. მხარზე შემისვი და გაღმა გამიყვანე. ფეხის დასველება მეზარებაო. დევს ძალიან გაუკვირდა. აქ ჩემი შიშით გოლიათებს ვერ გაუვლია და ეს ჭინჭრაქა რის პატრონია ამას რომ იბედავსო და გამოსძახა. ვინახარ, რა სულიერი ხარ და მაგ თავხედობას როგორ მიბედაო?
ნაცარქექია დიდი მკვეხარა და ბაქი ბუქაც იყო. შემოიყარა დოინჯი და გასწახა დევს. აი შეკინკლავ შენა. ერთი არ მებრალებოდე და გიჩვენებდი ვინცა ვარ. მაგრამ იცოდე, თუ ჭკუით არ იქნები, ასე თავხედობას მეორედ აღარ გაპატიებ. არ მინდა ქვეყანა დავაქციო, თორემ ისეთი ღონე მაქვს, დედამიწას რომ ხელი მოვავლო, ზეცას შევტყორცნი და ნაცარ მტრად ვაქცევო. თუ გინდა შევეჯიბროთ, ერთმანეთი ღონეში გამოვცადოთ. შენ მან დაიღე ქვა, მე აქავიღებ. მოუჭიროთ ორივემ ხელი და ვინც წვენი გაადინოს, გამარჯვებულიც ის იყოსო. აიღო დევმა ქვა, მოუჭირა ხელი და სულ დაფშნა, მაგრამ წვენი ვერ გამოადინა. დაიხარა ნაცარქექია, ვითომ ქვას იღებდა. ჭყიმტი ყველია მოიღო. მოუჭირა ხელი და წვენი სულ წურწურით გაადინა. გაუკვირდა დევს, ეს ვინა ყოფილაო? ახლა სირბილში გამოვცადოთ ერთმანეთი. გასძახა ნაცარქექიამ. გავიქცეთ რიყეზე შენ მაქეთ, მე აქეთ. და ვინც მეტ მტვერსა და კორიანტელს ადენს, ბიჭიც ის იყოს და ქუდიც იმას ეხუროსო. გაძუნძულდა დევი იქითა ნაპირზე და რიყის ქვებს სულ ხრაშახრუში დააწყებინა. მაგრამ მტვერი ვერა და ვერა აადინა. ნაცარქექიამ გუდას თავი მოხსნა და გაიქცა. ისეთი მტვერი დადგა დევმა ვეღარაფერი დაინახა. შეშინდა დევი. ეს მართლაც უძლეველი კაცი ჩანსო, თქვა გულში. ადგა და გაღმა ნაპირზე გავიდა. მორჩილად ეახლა ნაცარქექიას, დაიღუნა და მხარზე შეისვა. დევმა ნაცარქექია შინ მიიყვანა და ტახტზე დასვა. თვითონ კერა გაახურა და ცომი მოზილა. ცეცხლს მიუფიცხა და ნაცარქექიას უთხრა. უკაცრავად, ამ პურზე თვალი გეჭიროს რომ არ დაიცვას. მე ტყეში წავალ და სავაქვშმოდ ნანადირებს მოვიტანო. დევი წავიდა. ხმიაც ცალი გვერდი რომ დაებრაცა, ნაცარქექია მიფიქრა, ახლა კი გადაბრუნების დროაო. მივიდა და გადაბრუნება დაუწყო. წვალებაში კეცი ზედ დაეცა და ქვეშ მოიყოლა. ბევრი ეცადა, მაგრამ კეცი ვეღარ აწია. მოვიდა დევი. ნაცარქექია რომ ამ ყოფაში დაინახა, გაკვირვებულმა ჰკითხა, რა დაგმართნიაო? რა უნდა დამმართნოდა? შეუტია ნაცარქექია. ცოტათი მუცელი წამომტკივდა და ცხელი კეცი დავიდე. ახლა უკვე კარგად ვარ, მოდი და ამაცალეო. დევმა კეცი ააცალა და ნაცარქექიაც წამოდგა. ხმიადი გამოცხვა. ნანადირევიც მოხარშეს და ვახშამს შემოუსხდა. პურის ჭამის დროს დევმა დააცემინა. დაცემინებამ სტუმარი ჯერში შეაგდო. გულგახეთქილი ნაცარქექია თავხეს ჩაეჭიდა და ფართხალი დაიწყო. მან რას აკეთებო? კითხა დევმა. რას ვაკეთებდა? აი ეს წკეპლა უნდა გამოვიღო და გვერდები აგიჭრელო. როგორ გაბედე ჩემთან ცხვირის დაცემინებაო? ღმერთო, ეს ვინა ყოფილა? გაოცდა დევი. ამოდენა თავხემე ძლივს ბოძებზე ავიტანე და ეს კი წკეპლას ეძახის და გამოძრობას უპირებსო. აქაურობას თუ არ გავეცალე, ერთხელაც იქნება, რამეს მიშარებს და ცოცხალი ვეღარ გადაურჩებიო. დაჰკრა დევმა ფეხი და 900 იქით გადაიხვეწა. დევის სახლკარი და სიმდიდრე მთლიანად ნაცარქექიას დარჩა. წავიდა ძმებიც იქ მიიყვანა და უთხრა. ძმებო, მუქთა ხორობისათვის თქვენ სახლიდან გამაგდეთ. სულ იმას მაყვედრედით, ოჯახში არაფერი შემოგაქვსო. მაგრამ დღეიდან ყველაფერი შეიცვლება. ეს სახლკარი თქვენიც იქნება და მეც ბევრს ვიშრომებ. ნაცარქექიამ თავისი სიტყვა შეესრულა და ძმებს საოჯახო საქმეებში ეხმარებოდა. საღამოობით კი თავის საყვარელ საქმეს აკეთებდა, ნაცარს ქეკავდა. თუ მოგეწონათ ვიდეო, გთხოვთ გამოიწეროთ არხი.
ხერხი ჯობია ღონესა. თუ კაცი მოიგონებსა.